მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჩემს საავტორო გადაცემას ახალის ფუნჯი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია თვითნასწავლი მხატვარი სალომე ჩხეიძე. დღევანდელი გადაცემის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მხატვრობა. სალომე მრავალმხრივ შემოქმედებითი ადამიანია. ის უკრავს, ხატავს, მღერის, წერს, მოკლედ გვიფერადებს ამ ცხოვრებას და ხელოვნების ეს ყოველდღიურობის აზრის სილამაზის ძიება. ზუსტად ამ ფერებით მინდა შემოგთავაზოთ ამ გადაცემაში სალომესთან ერთად. უშუალოდ სალომეზე გადავარ და თავად უფრო უკეთესად გვეტყვის. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. სალომე, ვიცი რომ თვითნასწავლი მხატვარი ხარ და საკმაოდ გვიან ასაკში დაიწყე ხატვა. რას გვეტყვი, როგორ მოვიდა შენთან ეს ფერები და საერთოდ როგორ გაგიჩნდა სურვილი რომ გაგეწყო პედაგოგების გარეშე თავად შენ ყოფილიყავი შენი თავის პედაგოგი და შეგექმნა ესეთი უძლიერესი დონის ნამუშევრები ვიტყოდი. მართალია, ხატვა დავიწყე ძალიან, არც ისე გვიან, მაგრამ სადღაც 24-5 წლის ასაკში. პანდემიის დროს, როდესაც კორონა სუფევდა ქვეყანაში და სახლში მეტ დროს ვატარებდი, სწორედ მაშინ დავიწყე ხატვა. მანამდე საერთოდ ფუნჯი არც მქონდა ხელში აღებული, სკოლის პატარა გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით ხატვაში და ჯერ ერთი ნახატი დავხატე, ორი რაღაც და იმდენად მომეწონა ეს პროცესი, რომ მე გადავედი უშუალოდ ჩემებურ ინსპირაციებზე, ფერთა შეხამებებზე, თავიდან ვიხატავდი ნახატებს, მე უკვე ჩემი ნახატები დავხატე და თავდაპირველად რა თქმა უნდა, მხოლოდ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვაჩვენებდი და ბევრი არც უყურებდა ამას სერიოზულად, მაგრამ უკვე შემდგომ მერიაში დავიწყე მუშაობა და იქ კულტურის სამსახურს ვაჩვენე ჩემი ნახატები, რომლებმაც დამაკავშირეს ელენე ახვლედიანის გალერეასთან. იქ მივიღე გამოფენებში მონაწილეობა, შემდგომ უკვე მხატვართა ლიგის წევრიც გავხდი, ეხლა ხან ვიღებ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას და იმედი მაქვს, რომ წინსვლები მექნება ამ სფეროში. ჩვენ მხატვართა ლიგის წევრებიც ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ ჩვენზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მაინტერესებს, ეს ყველაფერი თავისით მოვიდა თუ მუშაობდი ამაზე? არა, არ მუშაობდი, თავისით მოვიდა ყველაფერი, ეს შთაგონება, ინსპირაცია და როდესაც ჩემი ნახატები ვაჩვენე მხატვრებს, თავდაპირველად ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა ფერთა შეხამება, რაც პროფესიონალურ მხატვრებსაც უჭირთ ხოლმე და შემდგომ უკვე მთლიანად ჩემი ინსპირაციით მოდიოდა ეს ნახატები, როდესაც ასე ვთქვათ დავჯდები რომ რაიმე დავხატო, წინასწარ არ ვიცი ხოლმე რას ვხატავ. ყველაფერი მოდის პროცესში, ის შთაგონებაც, ინსპირაციაც და ასევე აღნიშნავე, რომ ჩემს ნახატებს ძალიან დიდი შინაარსი აქვს და ძალიან საინტერესოდ მაქვს გადმოცემული ეს შინაგანი გრძნობები. და იმედი მაქვს, რომ მართალია. აღნიშნავთ და ზუსტად ამიტომ ხარ საინტერესო. არსებობენ თვითნასწავლი მხატვრები, რომლებიც მხოლოდ გადახატვით შემოიფარგლებიან და ხშირად იმეორებენ ფერებს. მაგრამ შენს ნამუშევრებში ძირითადად იგრძნობა გონი. და ეს არ არის შემთხვევითი ნამუშევრები. ზოგადად მხატვარი სიტყვაწარმოეული მწერალია.
და მას თავისი ნააზრევი, ნაფიქრი გადმოაქვს. შენ როგორ შეძელი ეს, აი მაინც ჩაგეძიები და ჩაგეკითხები, იმიტომ რომ ეს არ ხდება ესე მარტივად რა, რაღაცა სხვა ფენომენთან გვაქვს ჩვენ საქმე, იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს შენი ნამუშევრები, კარგად ვიცნობ შენ სფერებსაც და ასად არ მეორდები ერთი, არც სტილისტიკურად, არც ჟანრობრივად. დაახლოებით რამდენი წელია რაც დაიწყე ხატვა? დაახლოებით 4 წელია. შენს ნამუშევრებში ძირითადად რასაც ვხედავთ, ეს მხატვარი ან ხარ ან არ ხარ და პირდაპირ მზა მოვიდა ეს იყო უფლის წყალობა შენთვის. მაგრამ მე მაინტერესებს, როგორც ამ გადაცემის ავტორს და ზოგადად საზოგადოებასაც დაინტერესდება ეს. შენ ამას ჰობად თვლი და უბრალოდ ერთობი, თუ გინდა რაიმე სერიოზული სახე მისცე, თუ უბრალოდ შენი თვითშინაგანის გამოხატულებაა? თავდაპირველად რა თქმა უნდა ჰობად დავიწყე, ასე ვთქვათ, და ამითი გადამქონდა ჩემი განცდები, რაღაც ცუდი პერიოდი მქონდა თუ კარგი, ანუ ნახატებში ვცდილობდი გავთავისუფლებულიყავი, ასე ვთქვათ, ამ ენერგიებისგან, გადმომეტანა ჩემი შინაგანი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მსიამოვნებს ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ანუ უკვე გამოხმაურება მოყვა, ასე ვთქვათ, ჩემ ნახატებს და აღიარა მხატვრებმაც და საზოგადოებამაც, რა თქმა უნდა, უკვე მინდა რომ სერიოზულ გეგმებშიც გადავიდეს ეს ყველაფერი და ყოველთვის მინდოდა ისეთი საქმე მეკეთებინა, რაც თან მიყვარდა, თან სიამოვნებას მანიჭებდა და თან ჩემი საქმე იქნებოდა. არც ერთ შენს ნამუშევარში არ იგრძნობა ინტერნეტის გავლენა. ჩვენ ყავს ეხლა როგორც მოყვარული მხატვრები, ასევე თვითნასწავლი მხატვრებიც და ყავს კიდევ პანდემიის ერის დროს აღმოჩენილი მხატვრები. მოყვარული მხატვრები არასოდეს არ ამბობენ, რომ ისინი არიან თვითნასწავლი მხატვრები. თქვენ შორის კიდე ძალიან დიდი სხვაობაა. ასევე ძალიან დიდი სხვაობა იმ პროფესიონალ მხატვრებს შორის, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩარჩოებით მოდიან და მათ უფლება არ აქვთ. აი თუ შემიძლია გავშიფრო, მე ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ მაყურებელს ვაუხსნათ თუნდაც ეს თბილისის დათოვლილი ანძა და აი ამდენი თბილი სახურავი, ამდენი თბილი ფერით შექმნილი სახლის სახურავი. აქვე ქალაქის ქაოსიც მაქვს ჩართული, ავტობუსი და კაცი, რომელსაც ავტობუსმა გაასწრო და მისდევს. და აქაც, ასე ვთქვათ, ადამიანი, ანუ აქ ისეთი ჩანაფიქრი მაქვს, რომ ავტობუსი როდესაც გაასწრებს კაცს, ფეხით ეკლესიის გზა უნდა გაიაროს და ამაღლდეს, ასე ვთქვათ, სულიერად განიწმინდოს. და როგორც ხედავთ ანგელოზი, რომელიც ამ სიკეთეს აბერწყავს და ასხივოსნებს ქალაქს ზამთრის ღამეს. სალომე, ძალიან ბევრის მთქმელია შენი ნამუშევრები და დამიჯერე ამას ერთი გადაცემა ნამდვილად არ ეყოფა. იმიტომ რომ იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გოგო ხარ, აი როგორც ბრილიანტს ძალიან ბევრი და ალმას ძალიან ბევრი წახნაგი აქვს. გააჩნია შენ საიდან შემოგხედავთ და როგორ დავინახავთ, როგორც მაყურებლის ამპლუა გეუბნებ, მაგრამ ვიცი რომ აკეთებ ხელნაკეთ ნივთებსაც და ძალიან მიმიზიდა იმდენად საინტერესოდ გაქვს მოხატულები, თითოეული ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ იმდენად ისეთი გოგო ხარ შენ რომ ყველაფერს თავისი სიმბოლიკა ექნება და თავისი ახსნა. საინტერესო ფორმები გაქვს, იცი, აი ფერებიც. ხელნაკეთი ნივთების კეთებაც კორონას პერიოდში დავიწყე, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ნახატებს ვხატავდი. მომივიდა იდეა, რომ თუ კი ასე ვთქვათ ნახატებზე გამოდიოდა ფერების შეხამება და ხატვა, თიხის ნივთები გამეკეთებინა და ისინიც მომეხატა. ჯერ პატარა დეკორატიულ ნივთებს ვაკეთებ, რაც ხელით შეიძლება გამოიძერწოს და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც შემდგომ დანადგარს შევიძენ და უფრო მასიურ ჭურჭელს რაღაცას გავაკეთებ, რაც შემდგომ გაყიდვაშიც გავა. ჯერჯერობით ეს ნივთები ახლა ხან მეგობრებს ჩუქნი ხან ის, მაგრამ ერთი-ორი ტურისტებმაც შეიძინეს. და ესეთი დეკორატიული, მაგალითად ეს არის ყელსაბამი, სიცოცხლის ხედა ვარქვი ამ ყელსაბამს და ძალიან მოწონთ ხოლმე.
ეს არის ნაძვის ხის ჩამოსაკიდი, მაგალითად პატარა სათამაშო. დეკორატიული ლარნაკი ყვავილებისთვის. იმდენად ინდივიდუალურია შენი თითოეული ნამუშევარი სალომე. ჩასადებთ, ანუ ვინც როგორ გამოიყენებს. აქ შეიძლება მაგალითად კამფეტი, ტკბილეული, სამკაული, ესეთი თებშებია და ანუ ყველა შეუძლია თავის სურვილისამებრ გამოიყენოს. სასანთლეც არის, მან აი ერთი და მეორე ძალიან საინტერესო. ეს არის ხის ფორმის სასანთლე მაგალითად. სალომე, შენ საკმაოდ გვიან და ზრდასრულ ასაკში შეუერთდი თვითონ მხატვართა საზოგადოებას. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. ზოგადად თანამედროვე ხელოვნებაზე. აი მხატვრებზე, მათ ნამუშევრებზე. ფაქტიურად რაღაცა პერიოდი მთლიანად მოწყვეტილი იყავდი, იზოლაციაში იყავდა, 24 წლის ასაკში დაიწყე ეს ყველაფერი და პარალელურად შეუერთდი ამ მხატვრების საზოგადოებას. ვიცი რომ აქტიურად მონაწილეობ და იღებ გამოფენებზე მონაწილეობას, გარდა ამისა დღეს საერთაშორისო გამოფენაზეც მიდიშენი ნამუშევარი სიცილიაში და მოკლედ მხატვართა საზოგადოება ძალიან დიდი იმედებს ამყარებს შენზე გეტყვი სურპრიზად დავიტოვებთ დანარჩენს და მე წარმატების მეტი არაფერი არ შემიძლია რომ გისურვო და დარწმუნებული ვარ დღევანდელი გადაცემაც აი ოდესმე იქნება იმ ყველაფრის პირველი ნაბიჯი, რასაც შენ მიაღწევ და რაც შენ გელოდება. ამაში დარწმუნებული ვარ მე, როგორც თამართოიძე, როგორც მხატვარი, როგორც ამ გადაცემის წამყვანი და იმედი მაქვს ჩვენი ტელეკომპანია ამას არქივში შეგვინახავს ამ დღეს. საჭირო მასალები იქნება ნამდვილად. მე რაც მომწონს პირველ რიგში თანამედროვე მხატვრობაში არის ის, რომ ყურადღება იქცევა ანუ შინაარს, ნახატისას, განწყობას, ხასიათს და არა რაღაცა სტანდარტულ ანუ სიმეტრიას, ასე ვთქვათ, ნახატში. ჩემი აზრით, ანუ ნახატი შევა არ იყოს რაღაც კონკრეტული სიმეტრიებით დაცული, დახატული, მაგრამ იმხელა ხასიათი და შინაგანი სამყარო და გრძნობები ჩანდეს მასში, რომ ანუ ბევრ სხვა ნახატს ჯობდეს და მე მომწონს პირადად ეგ თანამედროვე მხატვრობაში და ხელოვნებაში, რომ ფასდება ანუ ორიგინალურობა, ინდივიდუალიზმი, ხასიათი, ემოცია, რასაც ეს ნახატი აძლევს მნახველს და არა რაღაცა სიმეტრიებში დაცული პარამეტრები ნახატში. ვიცი რომ წერ ლექსებს ასევე უკრავ, როგორც კლავიშზე, ასევე გიტარაზე. გადავიდეთ მაშინ ხელოვნების სხვა დარგზე, იმიტომ რომ ხელოვნება სხვა არაფერია თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზის ძიება. მხატვრობისგან განსხვავებით, წერა დავიწყე ადრეულ ასაკში, სადღაც 13-14 წლიდან უკვე წერდი ლექსებს, ჩანახატებს. აბიტურიენტი, როდესაც ვიყავი მე-12 კლასში, რადიო თავისუფლებას აქვს ესეთი ყოველწლიური წიგნი თავისუფლების დღიურები და იქაც დაიბეჭდა ჩემი დღიურები, გამოიცა შემდგომ წიგნი, რაც სახლში მაქვს. კიდე რაღაც ონლაინ ანუ ვებსაიტებზე მაქვს ატვირთული რამდენიმე ლექსი. მაქვს ერთი ვრცელი მოთხრობაც, ანუ საკუთარ თავზე ოღონდ სხვა პერსონაჟზე გადატანილი. და ანუ ძირითადად მაშინ წერდი ხოლმე, როდესაც აი სკოლის პერიოდში არ დადაგებზე, როდესაც უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა და სოფელში ბუნებაში ვიყავი. მერე უკვე სტუდენტობისას სამსახურებმა და რაღაცა სწრაფმა ცხოვრებამ ცოტა შეანელა ჩემი ეს ხატვის წერის ფუნქცია, მაგრამ ეხლა როდესაც მარტო ვარ ხოლმე, ისევ ვცდილობ, რომ რაღაცები დავწერო და გადმოვიტანო ჩემი განცდებით ფურცელზე. დაბადებულა სადღაც მთის წვერზე ცის კამარასთან ძალიან ახლოს, ბავშვი პატარა, სათუთი, ნორჩი, მისი ცქერა რომ ნადირსაც ათბობს. დაბადებულა მახარობელად ცითმოვლენილი პატარა ღმერთი, მისთვის ჯერ არც კი მოუსაზრია ამ წუთის სოფელს სასტიკი ხვედრი. დაბადებულა და იქ აღზრდილა, სადაც სიკეთე ქმნის ადამიანს, სადაც ცოდვები ხალხისგან ქმნილი ღვთისკენ განკუთვნილ გზას ვერ გადიან.
გასულა დრო, ბავშვი გაზრდილა, მიმოუხედავს ცხოვრების გზაზე, დადაუნახავს ადგილი ბნელი, მისკენ წასულა პირდაპირ კვალზე. დაუდგამს მძიმედ ამ ადგილს ფეხი, მიმორეულა ათასგვარ ხალხში. ვეღარ დაიცვა თურმე საბრალომ თავი ათასგვარ ბოროტულ ხმაში. განუდევნია თვით ღმერთი მისგან, ჩაუბუდია ბოღმას მის სულში. ვეღარ გაუძლო მორევში ყოფნას, ცოდვას გაედგა ფესვი მის გულში. ბავშვმა დაკარგა თავისი სახე, უმანკოებით რომ იყო სავსე. იგი დაეშვა ცის კამარიდან, დაძირს განერთხო ეკლიან გზაზე. გადაუწურავს ბოლოს იმედი, უთქვამს სიკვდილის ღირსიღა ვარო, მდინარის პირას მისულს უბედურს შეუძახნია ვაჰჩემო თავო. ის იყო თავის უნდოდა მოკლა, როცა გამოჩნდა კაცი ხნიერი, ხელი მოჰკიდა და თფილად უთხრა, იყავი შვილო უფრო ძლიერი. შეწრწუნებია ამის გამგონეს, მოშორებია მდინარის ნაპირს, ვერ დაუნახავს ვერავინ იქვე და მისცემოდა ის უკვე სხვა ფიქრს. დიდი ხნის შემდგომ მოხუცი ვინმე წელგამართული იმ ადგილს იდგა და იხსენებდა ამაყად მტკიცედ ოდესღაც ღმერთმა ის როგორ იხსნა. აი რაც გვეუბნება ეს რაღაც ისეთი მეტყველი სახია თან რაღაც ხო ეს გაინატრება. აი როგორც გითხარით, როდესაც ვждები სახატავად, არ ვიცი ხოლმე წინასწარას დავხატავ. და აი მასტეხინის ფერების მოსმით დაჯდა რაღაც სილუეტი, რომელიც მივამსგავსე ბუს თვალებს და სახეს და იქედან ავაგე მე ეს ბუ, რომელიც სამდრის უსხიან ღამეს ესე ეულად ხის ტოტზე არის და თითქოს რაღაცა მარტოობით იტანჯება. მაგრამ თან ძალიან სათნო ბუ გამომივიდა. რაღაცას მოვაპარაკება, ჩვენ ვერ ვიგებ. მაინტერესებს შენი როგორც შემოქმედის და როგორც პიროვნების სამომავლო გეგმები. სამომავლოსაც რომ გავანდოთ. სამომავლოდ თუ მექნება იმის შესაძლებლობა, რომ გამოცე კრებული თუნდაც ჩემი ლექსების, ჩანახატების წიგნის სახით, რა თქმა უნდა, იდეაში მაქვს გამოცემა გეგმაში. და იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მიიღებს დადებითად ჩემს შემოქმედებას. მხატვრობის კუთხით რაც შეეხება, როგორც აღვნიშნე, უკვე მხატვართა ლიგის წევრი ვარ. აგვისტოში იტალიაშიც გადის ჩემი ნახატი გამოფენაზე. და თუ რა თქმა უნდა, უკვე შემდგომში პერსონალურ გამოფენებსაც მოვაწყობ და რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებაზე გავალ, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სტიმული იქნება. და ბოლოს ორი პატარა საიდუმლო თუ შეგიძლია რომ გაგუმშელო შენი კუმირი ხელოვნებაში და შენი საყვარელი მხატვარი. თუ ყოლია ასეთი. ზოგადად უფრო მომწონს იმპრესიონიზმის სტილი. ძალიან უყავს კლოდ მონეს ნახატები და აი ეს ნახატიც, მისი ნახატის მიხედვით მაქვს დახატული. კლოდ მონე და მე თვითონ ესე პორტრეტებს ახლა ჯერჯერობით ავხატავ, მაგრამ მოდელიანის პორტრეტები ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ როგორც ვიცით, თვალებით გადმოსცემდა ადამიანის სულიერ სამყაროს და სანამ არ გაიცნობდა ადამიანს, თვალებს არც უხატავდა. და ნუ როგორც აღვნიშნე, ჩემთვის შინაგანი ემოცია და ხასიათი არის მთავარი ნახატში და მეთვლი რომ მოდელიანის პორტრეტები რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებულია.
ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მე დღე დამჩენია წარმატება გისურვო. ახლა კი დავამშვიდობები და შევახსენებ, რომ ხელოვნება ეს არის არამხოლოდ სილამაზე, არამედ საკუთარი თავის გამოხატულება თვითნასწავლ მხატვრებში. და მოგმართებთ თქვენ, ვინც ხართ მხატვარი, თვითნასწავლი, მოყვარული. გვიწვიეთ გადაცემაში, მიიღეთ მონაწილეობა, გახდით მეტად პოპულარულები. დროებით გამშვიდობებით, ფონად კი ვიტოვოთ სალომე ჩხეიძის სიმღერას. თუ გესიზმრები, თუ გელანდები, თუ გენატრება ჩემი ხმა რატომ გამირვიხარ, რატომ მემალები, რატომ გამითეთრე კარგოთმა თუ კი ჩემი სახე შენში ისევ ცოცხლობს, თუ კი არ გაუღე გულის სხვას რატომ გამირვიხარ, რატომ მემალები, რატომ გამითეთრე კარგოთმა Fuera